დღეს ერთმანეთს ხვდებიან ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები და მათი მეტოქე იქნება 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაციის გუნდი. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული ერთადერთმა იტალიელმა მოიგო 2010 წელს. ტახამატა რომელი ნოტი? იქით ლევანი უწერია და იქით გივინოდი. რაღაცა ჩავეჭიდოთ. მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ხანების ლიგას. დღეს ერთმანეთს ხვდებიან ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები ვალერი მინდელი და გურამ ჭეიშვილი. მოგესალმებით ბიჭებო. და მათი მეტოქე იქნება 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაციის გუნდი აკაკი ხლაბუშტოვი და ლაშა ჩალაძე. მოგესალმებით ასევე თქვენ. ჯერ პირველ რიგში ტორპედოს გულშემატკივრებს ვკითხავ, როგორი ემოციებით ხართ პირველი ეტაპის შემდეგ? ნახავდით ალბათ სხვა თამაშებსაც და რას ფიქრობთ როგორ წარიმართება სეზონი? საინტერესო თამაში გამოგვიდა ჩვენ სხვა თამაშებსაც თვალივადებით და საინტერესო იყო დღეს ვართ საბრძოლო სათამაშო განწყობაზე რა. მემზადებით ემოციურადაც. ძალიან კარგი, წარმატებას გისურვებთ. აქეთ განსაკუთრებული აღნიშვნით გადმოვალ, იმიტომ რომ ლაშა ჩალაძეს მინდა მიულოცო, მეორე ვაჟის შეძენა, რამდენიმე დღის წინ შეეძინა ვაჟი და გილოცავ. წარმატებას გისურვებთ მთელ ოჯახს და თქვენ გუნდსაც, თქვენ როგორი განწყობით ხართ და თქვენ რა სიტყვით პირველი ეტაპის შემდეგ. ორი ბიჭის მამაა და ასე რომ თვითონ თქვას ხო? თვითონ თქვას. პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ. პირველ თამაშსაც შეეხება საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა და ჩვენ უფრო გაგვიმართლა რაღაც კონკრეტულ ეტაპზე და დღესაც იმედი გვაქვს, რომ საინტერესო და ესეთი სანახაობრივი თამაში გვექნება. კი ბატონო, წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ წესები თითქმის უცვლელია, პატარა ცვლილება რომელსაც უკვე მე როცა მივალთ იმ ეტაპამდე იმაზე გეტყვით, რა თქმა უნდა ვიწყებთ უცხოური ტურით. სადაც ასევე ისე იქნება 5 შეკითხვა. მაშ ასე დავიწყეთ უცხოური ტური, პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა პასუხები არის დასწრებას. ეს დიდებული ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედმა 1991 წელს 1.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა და ამის გამო 1987 წლამდე ინარჩუნებდა ბრიტანეთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის წოდებას. ის იუნაიტედის ერთი საინტერესო რეკორდის მფლობელია. 11 სეზონის განმავლობაში იყო გუნდის კაპიტანი. 1982 წელს ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მან მე-20 წამზე გაუტანა გოლი საფრანგეთს და ეს ტურნირის რეკორდი იყო, რომელიც მხოლოდ 2002 წელს გააუმჯობესა ჰაკან შუქურმა. Old Trafford's ის 1994 წელს გამოეთხოვა პრემიერ ლიგის და თასის მოგების შემდეგ. პასუხი არ ჩანს. შეგიძლიათ გარისხოთ თუ არა და შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, თუ არ ვაკალდება. მხოლოდ ის რა ქვია, რეპუტაციას უფრთხილდებით, ესე იგი არასწორი პასუხი არა. კი ბატონო, კაი, რადგან არა გვაქვს პასუხი? მე მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ რაღაცა ბრაიან რობსონი აღარ გახსოვდა. ბრაიან რობსონი იყო პასუხი. რაღაცა ისე ამოიხوار ქონდათ ვერსია არა, ვერ გაიხსენე. კი ბატონო, გავაგრძელებთ უცხოური ტურის მეორე შეკითხვა. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული ერთადერთმა იტალიელმა მოიგო 2010 წელს, როცა ამ გამარჯვებას მიაღწია. როცა ამ გამარჯვებას მიაღწია, ეს პალერმოელი ბიჭი 20 წლის გახლდათ და მილანის ინტერში თამაშობდა. მალე კი პრემიერ ლიგას მანჩესტერ სიტის მიაშურა დაასწრო ქუთაისის ტორპედომ მარიო ბალოტელი. მარიო ბალოტელის სწორი პასუხია და 1-0 დაწინაურდა ტორპედო. უცხოური ტურის მესამე შეკითხვა. 80-იანი წლების ეს მშვენიერი ფეხბურთელი, რომელიც დაცვაში დიდებული თამაშით გვახსოვს, პირველი გერმანელია, ვინც გერმანიის წლის ისმე? ბეკენბაუერი? არა, ბეკენბაუერი არ იყო, ბეკენბაუერი ცოტა უფრო ადრინდელი. 80-იანი იყო, არ მიაქცია ყურადღება თქო. გავაგრძელებთ თქვენთვის, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ. შველი იყო რა თქო. რომელიც დაცვაში დიდებული თამაშით გვახსოვს, პირველი გერმანელია, ვინც გერმანიის წლის მოთამაშის წოდება უცხოურ კლუბში თამაშით მოიგო. ეს 1985 წელს მოხდა, როცა ის ვერონას ღირსებას იცავდა და ამ პატარა იტალიურ კლუბს სერია A-ს მოგებაში დაეხმარა. კარიერის დიდი ნაწილი კაიზერსლაუტერნში გაატარა. ნაკრების შემადგენლობაში 1980 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 82 და 86 წლებში კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
წლების წინ ის ალბანეთის ნაკრებს წვრთნიდა და ამ გუნდთან ერთად ეწვია თბილისს. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. გისმენთ? დიდი იმედი მაქვს, რომ ანდრეას ბრემეზია ლაპარაკი. უნდა გაგიცრუო იმედი, ჰანს-პიტერ ბრიგელი იყო სწორი პასუხი, ალბანეთის ნაკრების წვრთნელი ბრიგელი იყო, როცა აქ ჩვენთან ჩამოვიდა. ანგარიში დარჩა 1-0 და შემდეგი შეკითხვა. 1996-97 წლების სეზონიდან აღდგენილი ევროპის ოქროს ბუცი სულ 5 სამხრეთ ამერიკელმა მოიგო. ბრაზილიელებმა რონალდო და მარიო ჟარდელმა, არგენტინელმა ლეო მესიმ, ურუგვაელმა ლუის სუარესმა და ამ მოთამაშემ. გეტყვით რომ ის ორჯერ დაეუფლა ამ ჯილდოს და სხვა ისმენ დიეგო ფორლანი მახსოვს. დიეგო ფორლანი იყო სწორი პასუხია, დიეგო ფორლანა მოიგო ზუსტად ოქროს ბუცი ამ ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა. ხო, კი ბატონო, იბრის ატლეტიკოში და 2-0 ანგარიში უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. 2022 წლიდან ამ აფრიკულ ნაკრებს ლონდონის ჩელსის ყოფილი თავკაცი ისრაელელი ავრაამ გრანტი წვრთნის. ამ ნაკრებს არასდროს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე, აფრიკის ჩემპიონი კი ერთხელ გახდა 2012 წელს. სამაგიეროდ ყველაზე მეტჯერ 7 ზამბია სწორი პასუხია და უცხოური ტური წარმატებით დაასრულა უკვე 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაციის გუნდმა და 2-1 ანგარიში უცხოური ტურის შემდეგ. აი აქ გვაქვს პატარა სიახლე, მეგობრებო, ფოტოტურში. ადრე თუ პირდაპირ მთლიანი ფოტო ამოდიოდა ხოლმე ეკრანზე. ახლა ამოვა ფოტოს რაღაც ნაწილი და თქვენ იმ ნაწილით თუ მიხვდებით, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს ხელი. თუ ვერ მიხვდებით, უკვე მეორე ნაწილი ამოვა, ანუ იქნება 3 ან 4 ნაწილად ფოტო დაყოფილი. თამაშის ის უნდა ვთქვათ, ხო? ვინ პირველი ფოტო არის ფეხბურთელი. 3-4-ზე. რომელი ფეხბურთელია? კი, რომელი ფეხბურთელი? პირველი ფოტო არის ფეხბურთელი, კონკრეტულად რომელი ფეხბურთელია, ეს უნდა ვთქვათ და თუ შეიძლება გავუშვათ პირველი ფოტოს პატარა ნაწილი. აბა თუ ხვდებით კარგი, რადგან ვერ მივხვდით, შეგვიძლია მეორე ნაწილი დავუმატოთ ფოტოს. კარვახალის სწორი პასუხია. კარვახალის სწორი პასუხია და ანგარიში გახდა 3-1. შემდეგი ფოტო უკვე არის საერთაშორისო მატჩიდან. ეს მატჩი, როგორც იცით, იქნება ან მსოფლიო ჩემპიონატიდან, ან ევროპის ჩემპიონატიდან, ან რომელიმე, ან ჩემპიონთა თასის თამაში, ან რაღაც მოკლედ გამორჩეული ისეთი თამაში. გავუშვათ პირველი ფრაგმენტი ფოტოსი. აბა რა თამაშია? ვის შეიძლება ვთქვათ ეს გერმანია ხო არ არის? თუ არ გვაქვს პასუხი, შეგვიძლია დავუმატოთ კიდევ ერთი ფრაგმენტი. უცებ. აბა. ხო. 3/4 ფოტოსი უკვე ჩანს. კლავ არ არის პასუხი და გამოვაჩინოთ ვაში მთლიანი ფოტო. თქვათ მონაწილე გუნდები. დაასწრო ქუთაისის ტორპედომ. კოლუმბია. არა, და ტორპედომ დაასწრო. ეს არის კამერუნი, ხო ეს? კამერუნი კოლუმბიის მატჩია, მე მგონი 94 წლის კი ბატონო, კამერუნი კოლუმბია. ხო, დაგასწრეს, დააჭირეს, მე დაგეჭირა ჯერდა. რენე იგიტა არის. კი ბატონო, რენე იგიტა რომ ისდევს, ცენტრში გამოვარდნილი რენე იგიტა. ანგარიში არის 4-1 და ახლა უკვე არის ორქულიანი კითხვები, მეგობრებო, ასე რომ ჯერ რა თქმა უნდა ყველაფერი წინ არის. ეს უკვე არის ქართული თემატიკა. აქ იქნება ან ჩვენი ნაკრების ფოტო, ან ქართული კლუბის ფოტო, რომელიც შეგვიძლია თამაშოთ. გავუშვათ პირველი ფრაგმენტი. ნუ მარტო ამ ვისვე თამაშებით ის უნდა ვთქვათ. მივხვდით რომ საქართველოს ნაკრებია გასაგებია, მაგრამ ვისვე თამაშებით ამით ახლა ნაკლებად მივხვდებით ალბათ, არ ვიცი, შეიძლება მივხვდეთ კიდეც, თუ კარგად დააკვირდებით. არ არის პასუხი, კარგი, შემდეგი დავამატოთ კიდევ ერთი ფრაგმენტი. აბა, დაასწრო ისევ ქუთაისის ტორპედო. ისმეთ? ალბანეთი მეგონა. ისმეთ? მე მგონი უნდა იყოს საქართველოს-ნიდერლანდების მატჩი. არ არის სწორი პასუხი საქართველოს-ნიდერლანდები და თქვენ უკვე ბოლომდე შეგიძლიათ გავხსნათ და დაელოდოთ და ბოლომდე შეგიძლიათ ვის ეთამაშება საქართველოს ნაკრები ამ მატჩში.
ვიჩქარი. აბა, შევხედოთ კარგად. მონღოლეთი არ იყო. აბა გისმენთ, პასუხი? მე თქე უნდა თქვა მხოლოდ. ხო და ის რა ქვილითაია სასტარტოში და მონღოლეთი იყო ეხლა, მონღოლეთი არ არის. გისმენთ, აბდეხას უნდა. ა? ტაილანდი. არა, არ არის ტაილანდი. ტაილანდს თბილისში ვეთამაშეთ. ნახე უკანესი ბანერები, ის არის რა ქვია. კორეა, სამხრეთ კორეის ნაკრებია. არა და მესმოდა კორეა ორქოლიანია და რატო არ თქვი თავი? სამხრეთ კორეის ნაკრები იყო. კარგი, 4-1 ანგარიში, მოკლედ ფოტოტური ასე დასრულდა და გადავდივართ ქართულ ტურზე. მეგობრებო, აქ ყველა კითხვა არის ორქულიანი, შესაბამისად უფრო ფასეული, რა თქმა უნდა, რადგან ქართულ თემატიკაზეა კითხვები. მაშინ ასე ქართული ტურის პირველი შეკითხვა. ამ გამორჩეულად ტექნიკურმა ფეხბურთელმა საბჭოთა კავშირის ნაკრებში მხოლოდ ორჯერ ითამაშა. სადებიუტო შეხვედრაში დანიას 2 გოლი გაუტანა. მეორედ კი ნაკრების მაისური მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბრაზილიის წინააღმდეგ მოირგო. 1957 წელს 20 წლის ასაკში დინამოელი გახდა. მეტრეველი. არ არის სწორი, მეტრეველს მეტი თამაში აქვს ნაკრებში ნათამაშები. და მე ცოტა აქეთ თქვენ ბოლომდე შეგიძლიათ მოისმინოთ. 20 წლის ასაკში დინამოელი გახდა, კარიერა კი ტრამვის გამო 10 წელიწადში დაასრულა. 80-იან წლებში გაგრის საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობდა. 2014 წელს ოქროს ბიჭების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართული სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს. გისმენთ? ვლადიმერ ბარქაია იყოს. ვლადიმერ ბარქაია სწორი პასუხია. ვიქარეთ თქვენ მეტრეველზე. ვლადიმერ ბარქაია სწორი პასუხია. სხვა შორის ამ სტუდიაში არის ნამყოფი გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ძალიან საყვარელი კაცი. 6-1-ია ანგარიში. თუ არ გამოვხიზდით. ო. შემდეგი შეკითხვა. ფეხბურთის თამაში მშობლიურ სოხუმში დაიწყო. იქაურ ნორჩ დინამოელში. რამდენიმე წელიწადში კი საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებშიც მოხვდა. 18 წლის იყო, როცა ნოდარ ახალკაცმა 1979 წელს თბილისის დინამოში მიიწვია. 1980 წელს დინამოს დუბლებში 24 გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირი გახდა. ბევრი თვლიდა, რომ 80-იან წლებში დავით ყიფიანი მას უნდა შეეცვალა. რისკავს ქუთაისის ტორპედო, როგორც გავიგე? ვიტალი დარასელი არის. ვიტალი დარასელი არ არის სწორი პასუხი. თქვენ ბოლომდე შეგიძლიათ მოისმინოთ. ბევრი თვლიდა, რომ 80-იან წლებში დავით ყიფიანი მას უნდა შეეცვალა, მაგრამ ტრამვებმა გატანჯა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენა ვერ შეძლო. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს სოხუმის ცხუმში შეხვდა. შემდეგ აფხაზეთის ომშიც იბრძოდა. კარიერა თბილისის არწივში დაასრულა 1993 წელს. გრიგოლ ცაავა. გრიგოლ ცაავა სწორი პასუხია ნამდვილად. შემდეგი შეკითხვა ქართული ტურის. 1967 წელს თბილისში დაბადებული ეს ნახევარმცველი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში რიგით მესამე კაპიტანია გელა კეტაშვილის და კახი ცხადაძის შემდეგ. 1000 ქუთაისის ტორპედომ დაასწრო. დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი ნემსაძეზეა ლაპარაკი. არ არის ნემსაძე, სწორი პასუხი, იჩქარეთ ამჯერადად თქვენ ისევ ბოლომდე შეგიძლიათ მოისმინოთ. 1991-94 წლებში სულ 9 ჯერ ითამაშა ნაკრებში და 1 გოლიც გაიტანა. აზერბაიჯანთან 6-3 მოგებულ ამხანაგურში. თბილისის დინამოს მაისურით 3 ჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი. 1992 წელს თასსაც დაეუფლა, შემდეგ კი პოლონეთში, კატოვიცეს გეკასეში თამაშობდა. სამშობლოში დაბრუნებული ჯერ თბილისის შევარდენი 1906-ის, შემდეგ კი სამტრედიის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. წლების განმავლობაში იყო დინამოს გუნდის უფროსი. აბა თუ გახსენდებათ ასეთი ბიოგრაფიით ადამიანი. ნაკრების კაპიტანი ნუ დიდხანს არ ყოფილა, რა თქმა უნდა, სულ 9 თამაში ითამაშა ნაკრებში. აბა გვაქვს პასუხი. სადაც ნახევარმცველი იყო, ხო? როგორც კი ბატონო, ნახევარმცველი იყო. არა გაქვს პასუხი. კარგით, გავიარეთ, გია ჯიშკარიანი იყო. სწორი პასუხი, გია ჯიშკარიანმა უკაცრავა ამორის შემდეგ, კი ბატონო. და 6-3 ესევ ანგარიში. შემდეგი შეკითხვა, კიდევ ორი შეკითხვა გვაქვს ქართულ ტურში. შემდეგი შეკითხვა. ეს ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბი პირველია, რომელმაც საქართველოს სახელით UEFA-ს ინტერტოტოს თასზე ითამაშა. 1996 წლის ზაფხულში გუნდი, რომელსაც სოსოფილია წვრთნიდა ისმეთ
ფოთის კოლხეთი. ფოთის კოლხეთი 1913 სწორი პასუხია, ბატონო. 8-3 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ბოლო შეკითხვა ქართული ტურიდან. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შორის ის პირველია იმ კუთხით, რომ წლებით ადრე ჯვაროსნების რიგებში თამაშობდა. მეტიც ახაბერ ცხადაძე. ახაბერ ცხადაძე სწორი პასუხია. მოკლედ მიყვებით ესე ყავდა, არ უშვებთ ძალიან. 8-5 ანგარიში ასე დასრულდა ქართული ტური. ქართული ტურის შემდეგ ანგარიში გვაქვს 8-5 და გადავდივართ შემდეგ, ანუ ბოლო ტურზე, რომელიც გახლავთ ქალაქ-ობანა. ქალაქ-ობანა წესები გვახსოვს, პირველი ამოვა 100, მე არაფერ კითხვას არ ვსვამ, ამ 100-ზე უნდა ჩამოწეროთ თქვენ ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მწვრთნელს არ აქვს ეროვნებას მნიშვნელობა, გინდა ქართველი, გინდა უცხოელი იყოს. ვინც პირველი დაასრულებს სტოპს დაიყვირებს და დაიძახებს და გაჩერდება მეორე გუნდი. მოკლედ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად გარკვევით დავწეროთ. რა თქმა უნდა, შემოკლებით შეგვიძლია თქვა იუვენტუსი, შეგვიძლია იუვე დავწეროთ და აუცილებლად მივხვდები რომ იუვენტუსს გულისხმობდით და არა მაგალითად არსენალს. მაშასე ქალაქ-ობანას პირველი რაუნდი და ესე იგი თავისუფალი ტური ამოვიდეს პირველი 100. დავატრიალოთ დოლურა. ასობგერა ნ დავიწყეთ. ქვეყანა უნდა დავწეროთ, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და ქუთაისის ტორპედომ დაასრულა. ვაჩვენოთ თუ შეიძლება ეკრანებს, მონის კამერებს ვაჩვენოთ თუ შეიძლება. ვები გვიწერია და ეს სწრაფად როგორ დაწერე. აბა, კარგი, დავიწყეთ. მოკლედ ესე ქვეყანა თქვენ გიწერიათ ნაურუ თქვენ ნიგერია. ხო, ნაურუ როგორც აღმოჩნდა არ არის FIFA-ს და ოკეანეთის წევრი, შესაბამისად საბიქულად თქვენ და 8-8 გახდა ანგარიში. კლუბი ნოა, სომხური ნოა. ნოა და ნიუკასლი, ანუ 10-ით 10 ანგარიში. უცხოელი ფეხბურთელი. ოლივერ ნოივილი. მამადუ ნიანგი. ორორი ქულა, შესაბამისად 12 ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი ბიჭი თქვენ არ გიწერია და აქეთ ქართველი ფეხბურთელი. ნოდია გვიწერია. რომელი ნოდია? 15-12 და მწვრთნელი? მწვრთნელიც ნოდია. რომელი ნოდია? იქით ლევანი უწერია და იქით გივინოდი. რა ხეცა ჩავეჭიდოთ. კი ბატონო, შესაბამისად 18-12 ნაგდია ისე მწვრთნელი იყო. პირველი მწვრთნელი იყო. ნაკრების პირველი მწვრთნელი. ნაკრების პირველი მწვრთნელი გივინოდი. ფეხბურთელიც იყო და ლევან ნოდია არის ეხა ის რა ქვია, ხო? ცოცხალი. ცოცხალი არ ვიცი. ცოცხალია მგონი ლევან ნოდი. ხო, არა, მაგრამ ხო და მოკლედ ანგარიშია 18-12 და გავაგზელოთ, ესე იგი ახლა უკვე ამოვა 100 დოლარზე და ახლა უკვე მე ვსვავ კითხვებს და ამ კითხვების მიხედვით უნდა ჩაწეროთ პასუხები და არა უკვე თქვენი. მაშასე დავატრიალოთ თუ შეიძლება დოლარად 18-12 ანგარიში. ასობგერა ტ. მაშასე ქვეყანა, ანუ ნაკრები. ამ აზიური ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი ქართველია. ამ აზიური ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი ქართველია. კლუბი. წინა სეზონში ამ კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი მიკი ვან დე ვენი გახდა. წინა სეზონში, ანუ 2023-2024 წლების სეზონში, ამ კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი მიკი ვან დე ვენი გახდა. უცხოელი ფეხბურთელი. ეს ნიდერლანდელი შემტევი ლიეჟის სტანდარტში თამაშობდა, როდესაც თბილისის დინამო 1991-92 წლების თასების თასის ნახევარფინალიდან გამოაგდეს. ნიდერლანდელი შემტევი, რომელიც თამაშობდა ლიეჟის სტანდარტში, როცა სტანდარტმა, ანუ ჩვენი თასის აღების მომდევნო წელს, სტანდარტმა თასების თასის ნახევარფინალიდან გამოგვაგდა. ძალიან ისეთი ცნობილი იმ თაობაში ძალიან ისეთი, რომელიც გააწვალა დინამო ესეთი ფეხბურთელი იყო მოკლედ. ქართველი ფეხბურთელი. 90-იანი წლების ბათუმის დინამოს გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც პირველი ქართველია, ვინც დამოუკიდებლობის პერიოდში ევროთასებზე ჰეტ-ტრიკი შეასრულა. 90-იანი წლების ბათუმის დინამოს გამორჩეული ფეხბურთელი, პირველი ქართველი, ვინც დამოუკიდებლობის პერიოდში ევროთასებზე ჰეტ-ტრიკი შეასრულა. და მწვრთნელი.
მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელა კარიერაში მხოლოდ ხორვატიის თასი აქვს მოგებული, ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ კლუბს თავკაცობს. მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ ხორვატიის თასი აქვს მოგებული, ამჟამად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კლუბის თავკაცია. დავასრულეთ, მეგობრებო და დავიწყეთ, ვაჩვენოთ თუ შეიძლება კამერებს. 18-12 ანგარიში, თქვენ 2-ზე გაჩერდით, ბიჭებს 4 აქვს ჩამოწერილი. მე მგონი ბევრი შესწავლები გვაქვს. ნახოთ. აზიური ქვეყნის ნაკრები, რომლის წვრთნელი ქართველია. ტაჯიკეთი. ჩვენც ეს. რა თქმა უნდა, გელა შეყილაძე, გახლავთ წვრთნელი 19-13 ანგარიში, თითო გულა თქვენ. ანუ წინა სეზონში ამ კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი მიკი ვანდევენი გახდა. ტვენტე გვიწერია. ტოტენჰემია, სწორი პასუხი, ტოტენჰემის, ანუ 22-13 ანგარიში. უცხოელი ფეხბურთელი ლიეჟის სტანდარტში რო თამაშობდა და ძალიან ლეგენდები დადიოდა მასზე, არ გვახსოვს ხო, დინამო გააწამა. ტაჰამატა იყო ესეთი ფეხბურთელი, ტაჰამატა ნიდერლანდელი. გახსოვთ, გაგიგიათ ხო ალბათ, გახსოვთ არ თამაში არ გახსოვებათ ალბათ არა. მეზოვეს ეძახოთ, მეზოვეს და იქიდან მახსოვს ტაჰამატაზე ეძახოთ. ნიდერლანდელი იყო, წარმოშობით ბრაზილიელი მოხალხეობაც მიიღო მერე, მაგრამ ნიდერლანდელი იყო და ძალიან ბევრს ეძახდნენ ტაჰამატას, ვინც მართლა იყო. ესე იგი, ანგარიში გვაქვს 22-13, ხო? ქართველი ფეხბურთელი, დათუმის დინამოს გამორჩეული ფეხბურთელი 90 თემურ ტუღუში, სწორი პასუხია. თქვენ არ გაქვთ, ანუ სამი ქულა თქვენ დაგემატათ, შესაბამისად 22-16 ანგარიში. და მწვრთნელი თქვენ არ გიწერიათ, რომ ხორვატიის თასი აქვს მხოლოდ მოგებული, ბატონო? იგორ ტუდორი სწორი პასუხია, მხოლოდ ხორვატიის თასი მოიგო, მაგრამ ამჟამად იუვენტუსის არა, მაგრამ გამიგვირდა რომ მარტო ის ანუ ტუდორი ხო ფეხბურთელი ძალიან ისეთი ფეხბურთელი როგორც წვრთნელი იყო კითხვაში, როგორც წვრთნელი. 22-19 ანგარიში სამ ქულამდე შემცირდა სხვაობა და ბოლო ეტაპი დაგვრჩა, სადაც უკვე თქვენ არიცით რა ასო ამოვა, აქ აღარ ვატრიალებ დოლურას. თქვენ არიცით რა ასო ამოვა, უბრალოდ მე ვსვავ კითხვებს. ყველა პასუხი ერთი და იგივე 100-ზე იწყება ისევ. მე ვსვავ კითხვებს და ყველა ერთი და იგივე 100-ზე თქვენ სწორი პასუხებიო დაწერთ. მაშ ასე. ნუ არ იქნება ალბათ ძალიან რთული გამოსაცნობი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შევხედოთ. 22-19 ანგარიში ძალიან დაძაბული ამბავია და ვიწყებთ. პირველი შეკითხვა, ნაკრები. ამ ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ტონი პოლსტერია. ამ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტონი პოლსტერია. კლუბი თემურ ქეცბაია ამ კლუბში 1994-97 წლებში ნიუკასლში გადასვლამდე თამაშობდა. თემურ ქეცბაია ამ კლუბში 1994-97 წლებში ნიუკასლში გადასვლამდე თამაშობდა. უცხოელი ფეხბურთელი. მადრიდის რეალის ეს მცველი ბაიერნის გარდა სხვათა შორის ცოტა ხნით ჰოფენჰაიმში თამაშობდა. მადრიდის რეალის ეს მცველი ბაიერნის გარდა სხვათა შორის ცოტა ხნით ჰოფენჰაიმში თამაშობდა. ქართველი ფეხბურთელი. ამ ქართველმა უცხოური კლუბებიდან ყველაზე მეტი გოლი ბრედაში გაიტანა. ამ ქართველმა უცხოური კლუბებიდან ყველაზე მეტი გოლი ბრედაში გაიტანა. დამწვრთნელი. მან სამწვრთნელო კარიერა 30 წლის წინ რეჯანაში დაიწყო. პირველი ტიტული ინტერტოტოს თასი კი 1999 წელს იუვენტუსით მოიგო. მან სამწვრთნელო კარიერა 30 წლის წინ რეჯანაში დაიწყო. პირველი ტიტული ინტერტოტოს თასი კი 99 წელს იუვენტუსით მოიგო. მაშ ასე, დავასრულეთ, ვაჩვენოთ კამერებს კიდევ ერთხელ და აქეთ 4 პასუხია, აქეთ 2, როგორც ხედავ, მაგრამ ნუ ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება სწორი. პირველი 22-19 ანგარიში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ტონი პოლსტერი. არ გვახსოვდა არც ერთ. ავსტრალია არის იმედი. ავსტრალია არ არის. აი როგორ ავსტრია და ავსტრალია რო ერთმანეთში შევა ხოლმე ისე დაგემართათ. ავსტრია არის. ავსტრიის ნაკრების საუკეთესო ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ტონი პოლსტერი. ანგარიში დარჩა 22-19. კლუბი ქეცბაია სადაც თამაშობდა ნიუკასლში გადასვლამდე. აეკში იყო როგორც მასუს. თქვენ არ გიწერეთ. აეკის სწორი პასუხი, ანუ ანორთოსის ფერი აეკში იყო და იქიდან გადავიდა. 25-19 ანგარიში ფეხბურთელი მადრიდის რეალის მცველი, რომელიც ბაიერნის გარდა ჰოფენჰაიმში თამაშობდა. ალაბა სწორი პასუხია და ანუ 25-19 იყო, 26-20 ანგარიში ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ბრედაში გაიტანა უცხოური კლუბებიდან.
აჩი არ ველა. სწორი პასუხია 27-21 და მწვრთნელი, რომელმაც კარიერა 30 წლის წინ რეჯანაში დაიწყო და პირველი ტიტული არის? არ გვიწერია. კარლო ანჩელოტია, ეს რეჯანაში დაიწყო და პირველი ტიტული იუვენტუსთან ერთად ინტერ ტოტოს თასი მოიგო. ასე საგიწევთ. ვაშაზე 27-21, ხო? სწორად ვამბობ 27-21. ანგარიშით გაიმარჯვა ქუთაისის ტორპედომ და გავიდა ნახევარფინალში. ბრავო. ძალიან დაძაბული თამაში იყო, მართლაც დაწინაურდა თავიდანვე ტორპედო, მაგრამ ეს ყველდაყვალ მიყვებოდა. მაგრად გვაჯობეს მართლა და მაგრამ ნამდვილად ვერ გაჯობეს, იმიტომ რომ ბოლო ეტაპამდე გვაჯობეთ ეხლა. ბოლო ეტაპამდე ძალიან დაძაბული იყო და გაურკვეველი იყო ვინ გაიმარჯვებდა. გილოცავთ რა თქმა უნდა თქვენ ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა. უკვე მეორე სეზონი ძალიან კარგი თამაშისთვის. ძალიან ქომაგობთ, ძალიან გულშემატკივრობთ თქვენს ასოციაციას, წარმატებებს გისურვებთ თქვენს მინდა რომ ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობა გითხრათ იმ გაწეული საქმისთვის, ასევე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს და აი ამ წამოწყებისთვის და დიდი მადლობა. ჩვენ შევეცდებით რომ 7-7 ფეხბურთის ასოციაციამ რაღაცა მსგავსი მოვიფიქროთ და მეტად, ასე ვთქვათ, ჩავრთოთ ის ადამიანები, იმიტომ ჩვენთვისაც ცოტა ის ისტორია ცოტა რთულია და ამიტომ კარგია თუ ხშირად ვითამაშებთ ესეთ. კი ბატონო, ძალიან კარგი. აქ ისეთი კარგი კომუნა შეიკრა ჩვენი თამაშის გარშემო, იმდენად კარგი ადამიანები და იმდენად კარგი ესეთ საფეხბურთო ცოდნით გამოჩვენე, მე მგონი მშვენიერი თქვენ და თქვენ გუნდს. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ გუნდს და გამიხარდება შემდეგ სეზონშიც რაღაც პრობლემებია. მე მგონი აუმჯობესებთ ხო პირველი სეზონის შემდეგ, წელს უკეთეს შემდეგი იყო და 10 წელში ფინალში. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები თქვენ. რა თქმა უნდა, წარმატებები ქუთაისის ტორპედოს გილოცავთ ბიჭებო, ძალიან კარგ თამაშს. თქვენ უკვე ნახევარფინალში ხართ და წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა ნახევარფინალშიც. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენს პროექტს წარმოადგენს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და სპორტ პროდაქშენ სტუდიო. გეტყვით რომ ჩვენი პროექტის გამარჯვებული გაემგზავრება ზაფხულში სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. ამით გემშვიდობებით, შევხვდებით სულ რაღაც რამდენიმე დღეში. კარგად ბრძანდებოდეთ.